New Hospitals-ის რუბრიკით ვაგრძელებთ მხედველობის ლაზერული კორექცია რეფრაქციულ ქირურგიას გულისხმობს, რომლის საშუალებითაც ხდება მხედველობის გაუმჯობესება. რეფრაქციული ქირურგია აუმჯობესებს თვალის ფოკუსირების უნარს, რამდენადაც ფორმას უსვლის რქოვანას და თვალის გამჭვირვალე წინა ნაწილს. მხედველობის ლაზერული კორექციის შედეგად პაციენტს აღუდგება მხედველობა და აღარ სჭირდება სათვალე ან კონტაქტური ლინზები. რა შესაძლებლობებია New Hospitals-ში და როგორია თავად პროცედურა, თემაზე სასაუბროდ შემოგვიერთდა ოფთალმოლოგი, ოფთალმოქირურგი გრიგოლ ქამუშაძე. რომლის ადრესატიც მე მგონი განსაზღვრულია პირდაპირ გამარჯვებით. მადლობა სტუმრობისთვის. ვისთვის არის რეკომენდებული მხედველობის ლაზერული კორექცია? მხედველობის ლაზერული კორექცია ეს გახლავთ ქირურგიული პროცედურა, რომლის საშუალებითაც ჩვენ შეგვიძლია მოხსნათ ისეთი რეფრაქციული ანომალიები, როგორიც არის მინუსი, ახლო მხედველობა, პლუსი შორს მხედველობა და ასტიგმატიზმი, რქოვანის არასფერული ფორმა, რომელიც იწვევს ბუნდოვან არამკაფიო მხედველობას, ნებისმიერ მანძილზე, როგორც შორს, ასევე ახლოს. რეკომენდებულია იმ პაციენტთათვის, ვისაც აქვს ეს ამ ტიპის რეფრაქციული ანომალიები. რა თქმა უნდა, ოფთალმოლოგია საკმაოდ ისეთი დინამიური დარგი გახლავთ ოფთალმოქირურგია და ყოველ წელს გვიწევს განვითარება და რა თქმა უნდა, მივყვებით ამ რა იცვლება, რა არის იყო თქვა წლების წინ შესაძლებელი და დღეს უკვე ეს მიმართულება სადამდეა, რა განვითარების რა დონემდეა მესული? თუნდაც დიაგნოსტირების სხვადასხვა ტიპის აპარატურა, რომელიც დღესდღეობით არსებობს, მაგალითად იმ ტიპის აპარატურა, რომელიც New Hospitals-ში შეგიძლიათ უბრალოდ შევიძინეთ ახლა ჩვენ. ეს გახლავთ შვინტის ოჯახი, შვინტ ატოსი, ესეთი ლენტიკულური ექსტრაქციის მანქანა, ახალი თაობის ლაზერული კორექციისთვის, რომელიც ანალოგიც ამერიკაში ფაქტიურად არ არსებობს. იმიტომ რომ იგი თავისი კონკურენტებით გამოირჩევა ლენტიკულური გეომეტრიის ჩამოყალიბებით, ხონარი ჩამოყალიბებით, რომელიც უშუალოდ მიმართულია რქოვანის ქსოვილის დაზოგვისაკენ. ამასთან ერთად ამ არის 1050, რომელიც სახელმწიფო მიუთითებს ამ 1050, რომ 1050 ჰერცზე მუშაობს, რაც მის სისწრაფეს უსვავს ხაზს და ასევე ქსოვილის დაზოგვას უსვავს ხაზს. ამასთან ერთად მათთან მომუშავე კომბინაციაში დიაგნოსტირების აპარატი MS-39, რომელიც გახლავთ უახლესი თაობის აპარატი, რომელშიც ინტეგრირებულია ტოპოგრაფია, ტომოგრაფია, რქოვანის წინა და უკანა ზედაპირის ოპტიკო-კოჰერენციული ტომოგრაფია, OCT და ასევე პაქიმეტრია. ეხლა ეს რატო ჩამოთვალე მე და რატო გავს პაციენტისთვის რატომ არის ეს? რატო არის მნიშვნელოვანი? იმიტომ ეს გახლავთ ერთადერთი აპარატი, რომელსაც აქვს ინტეგრირებული ოპტიკო-კოჰერენციული ტომოგრაფი. ეს რას ნიშნავს, რომ თუ მაგალითად ძველი ტიპის აპარატები, ნუ არც ისე ძველი, მაგრამ წელს გამოშვებული აპარატები, სხვა ტიპის აპარატები, რომლებიც გვაძლევენ საშუალებას, რომ მიგვიღო რქოვანის სისქე და რქოვანის სისქის ცვლილება, ის ძალიან მნიშვნელოვანია. ისეთი დაავადების შემთხვევაში, როგორც მაგალითად კერატოკონუსი. დაავადება, რომელიც გამოირჩევა რქოვანის პროგრესირებადი გათხელებით. 13-დან 40 წლამდე დაახლოებით აი ესე. სხვა ტიპის აპარატებს აქვს ცდომილება დაახლოებით 5-6 მიკრონის. ამ აპარატს აქვს დაახლოებით 2-დან მაქსიმუმ 3 მიკრონამდე. განახევრებულია და კერატოკონუსის დიაგნოსტირებას ჩვენ შეგვიძლია მოვახდინოთ 2-3 წლით ადრე, სანამ იგი დაიწყებს პროგრესირებას. და ეს არის უმნიშვნელოვანესი ხო პაციენტისთვის. ასევე მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ ამ არის 1050-ს აქვს სპეციალური eye tracker-ი, ესე ქვია, ანუ თვალის მოძრაობის დეტექტორი, რომელიც მნიშვნელობა არ აქვს პაციენტი თვალს გაამოძრავებს. მოგეხსენებათ, ახლა მაინც და მაინც ქირურგიული პროცედურები არ არის სასიამოვნო ჩასატარებელი, ამიტომაც პაციენტისთვის ამიტომაც შეიძლება დაიჭიმოს, თავი გაწიოს, გამოწიოს, ან ისეთი პაციენტები, ვისაც აქვთ მაგალითად ნისტაგმი, თვალის უნებლიე მოძრაობა. ამ აპარატს აქვს საშუალება, ერთადერთი აპარატია მსოფლიოში, რომელსაც აქვს 7 დეტრეკერი, ანუ 7 მიმართულებაში მიყვება ადამიანის თავის მოძრაობას და თვალის მოძრაობას. ამიტომაც პაციენტი ღებულობს უმაღლეს შედეგს. ანუ მოიცი, ეხლა უნდა ჩავეძიო პროცედურას. ანუ არ მეტი რაღა უნდა ჩავეძიო, მაგრამ მე მაინტერესებს იმდენად ისე ყოფით სუბუქად პირველ რიგში თვალი გამოძრავს, ანუ გვიძავს მაგ დროს ჩვეულებრივ უმტკივნეულო ამბავი. აი ამაზე მინდა მოვუყვეთ ჩვენს ხსნას, ვინც მაგალითად მე ყავს ერთი მეგობარი პირდაპირ ვთქვა, რომელსაც გული უსკდება, ისე ეშინია ამ ოპერაციაზე მისთვის და მე მინდა რომ ავუხსნათ რატომ არ არის ეს პროცედურა. და თავი პლუსი ის არის,
რომ ეს გრძელდება მართლა წამების განმავლობაში. კი ბატონო, მოგახსენეთ რომ 10-50 ეს გახლავთ მაგარი სიხშირის ტალღა, ყველაზე მაგარი სიხშირის ტალღა, რომელიც ყველაზე სწრაფად აკეთებს ამ პროცედურას. სრულიად უმტკინო პროცედურა გახლავთ, ხდება ასე ვთქვათ, წვეთების საშუალებით გაუტკივარება, ადგილობრივი ანესთეზია. პაციენტი არის მშვიდად დაწვება, ქირურგის მინიმალური შეხება ხდება თვალთან და რამოდენიმე წამში სრულიად უმტკინო პაციენტი ტოვებს რამდენად ამაზე კომფორტული ფიზიკური. იმ დღეს შეიძლება ქონდეს დისკომფორტი, ხოლო მეორე დღიდან არანაირი დისკომფორტი პაციენტს არ აქვს. გააჩნია რა ტიპის ლაზერული კორექციაზე ეს საუბარი. მაგალითად ლენტიკულის ექსტრაქცია, რომელსაც გააჩნია შვიდს ეს გამოირჩევა მცირე განაკვეთით, მცირე ზომის განაკვეთით, რომელიც ფაქტიურად დისკომფორტებს არ იძლევა, არანაირ დისკომფორტს არ იძლევა. უბრალოდ ხედულობითი ხარისხობრივი და რაოდენობრივი ხედულობითი რეაბილიტაცია ოდნავ უფრო ხანგრძლივია. მაგალითად პაციენტი ერთ კვირაში მიიღებს მაქსიმუმ ხედულობას, მაგრამ ამის გამო იგი მანაუარია რა თქვა იმ განაკვეთზე, რომელიც არის მინიმალური განაკვეთი, იმიტომ რომ ძველი განაკვეთები გამოირჩევა დიამეტრით 8 მმ-ის განაკვეთი გამოირჩევა 2 მმ მშრალი თვალის სინდრომის განვითარების რისკი ფაქტიურად არ არსებობს. ამასთან ერთად ასევე მინდა რომ თქვა 1050-ზე მეორე ტიპის ლაზერზე რომ ამ ლაზერს გააჩნია ესეთი ფუნქცია, რომელიც წელს იქნა შექმნილი ტრანსეპითელიალური კერატექტომია. ანუ ეს რას ნიშნავს? ფაქტიურად ქირურგი არ ეხება პაციენტს. პაციენტი შემოდის, წვეთებს შავაწვეთებს, გაუტკივარებას მიიღებს, ქირურგი არ ეხება პაციენტს, ყველაფერს აკეთებს თვითონ ლაზერი. შეხება ლაზერის კონტაქტი პაციენტსა და აპარატს შორის არ ხდება. ამასთან ერთად შესაძლებელი ამ ტიპის პროცედურა გაკეთდეს პაციენტებში, ვისაც ეთქვა უარი ლაზერულ კორექციაზე, იმიტომ რომ მას რქოვანის სისქე თვალის გამჭვირვალად აქვს. არავინ არაფერს არ გეხება, მაგრამ მაინც კარგად ხარ, გამოდიხარ და ყველაფერი. ხელი და სხვა ტიპის ლაზერული კორექცია შეუძლებელია მაშინ თქოს გაკეთდეს. არა, მე რა მეტყვი, ასაკი აქვს ამას. ანუ რა ასაკობრივი შეზღუდვები გვაქვს შეიძლება ბავშვებთან მაგალითად ამბობთ. კი, ქვედა ზღვარზე მეტნაკლებად ვიცით და ზედა ზღვარი თუ არსებობს. ნახეთ რა სიტუაცია. ასაკი არ აქვს ამას შეიძლება გაკეთდეს ნებისმიერ ტიპის ასაკში, თუმცა თვალს გააჩნია აკომოდაციის ფუნქცია. აკომოდაციის ფუნქცია ნიშნავს იმას, რომ ჩვენი თვალი, ვისაც არ გვაქვს, შორს საშუალო მანძილზე და ახლო მანძილზე ახდენს ფოკუსირების უნარს. აქვს ფოკუსირების უნარი. და ამას აკეთებს წამის მიერთებში, ჩვენ ისე ვერ ხვდებით. როგორც ფოტოაპარატის ზუმი. თუმცა ფოკუსირების უნარი და აკომოდაციის ფუნქცია თვალს უმცირდება დაახლოებით 40 წლიდან 45 წლამდე ფაქტიურად უკვე აღარ აქვს. ამიტომ ეს 45 წლიდან ადამიანს, ვისაც არ ქონდა პლუსი მინუსი ასტიგმატიზმი, უბრალოდ პლუსი და ემეტროპიული თვალი ქონდა, არც პლუსი ქონდა და არც არაფერი, არ ჭირდება და უბრალოდ 45 წლიდან არ ჭირდება სათვალების საკითხავად. აქედან გამომდინარე, თუ პაციენტს აქვს მაგალითად ახლო მხედველობა, არის მაგალითად 20 წლის, აქვს მინუს სამნახევარი, საკმაოდ დისკომფორტია მინუს სამნახევარი სათვალის ტარება, იმიტომ რომ სათვალის გარშე ფაქტიურად ძალიან დაბალი ხარისხობრივი რაოდენობის მხედველობა, გაკეთდება ოპერაცია, პაციენტი დაინახავს 100%-ს როგორ შორს ხარისხობრივად, რაოდენობრივად ასევე საშუალო მანძილზე, ანუ 60 სანტიმეტრზე მაქვს მე საუბარი და 60 სანტიმეტრზე ახლოს, ანუ ახლო მანძილზე დაინახავს პრობლემის გარშე. თუმცა 40 წლის ასაკში რო პაციენტმა გაიკეთოს ლაზერული კორექცია, რომელსაც აქვს -3 მაგალითად, რა თქმა უნდა, დისკომფორტი მოიხსნება შორს და იქნება ასევე კმაყოფილი, მაგრამ ახლო მანძილზე მას დაჭირდება უკვე სათვალები. ამიტომაც ჩვენ გვაქვს ასევე დამატებით სხვა ტიპის ლაზერი, რომელიც გვაძლევს საშუალებას საკითხავის სათვალის მოხსნის. ანუ ესეც შესაძლებელია დღეს. კი ბატონო, ეს შვიდით ოჯახში არ შედის, გვაქვს ჩვენ კიდევ ერთი ოჯახი, ასე რომ ვთქვათ, კომპანია CEIS-ის მიერ ნაწარმოებები ლაზერული კორექციის აპარატების, რომელიც კომბინაციაში მუშაობს ერთმანეთთან, აი ამათ უკვე ეს ფუნქცია გააჩნია ხოლმე შვინტი, ეს არის უახლესი თაობის. ბატონ გრიგოლ, შედეგი რომ იყოს ისეთი, რაც უნდა პაციენტსაც და ექიმსაც, რაზეა ეს დამოკიდებული და შედეგის ხანგრძლივობა ასევე რაზეა დამოკიდებული? რა თქმა უნდა, ლაზერული კორექცია ნებისმიერი ქირურგიული ჩარევის წინა პერიოდში, ანუ წინ თაორია სწორი დიაგნოსტირება. რაიმე არ გამორჩეს ექიმს. კურნალი ექიმი იქნება ეს თუ ქირურგი. ამიტომაც ამ აპარატების საშუალებით ხდება დიაგნოსტირება ფარული სხვადასხვა ტიპის დაავადებების, რომ რაიმე არ გამოგრჩეს ჩვენ
და მივიღოთ მყარი, სტაბილური და ხანგრძლივი ეფექტი, შედეგი. და კიდევ ერთხელ შევეხოთ ნიუ ჰოსპიტალსის შესაძლებლობებს. თქვენ არაერთხელ ახსენეთ, მაგრამ მაინც რას ნიშნავს დღეს მაღალტექნოლოგიური შესაძლებლობები კლინიკისგან და შესაბამისად ამით შედეგს როგორც იღებს მომხმარებელი. რა თქმა უნდა, ამაში ერთიანდება ის გამოცდილება, იმ 1990 წლიანი გამოცდილება, რომელიც აქვს ოფთალმოლოგიის ეროვნულ ცენტრს ნიუ ჰოსპიტალს, რა თქმა უნდა, ის ინტელექტუალური რესურსი, რომელიც გააჩნია კლინიკას და ის მხარდაჭერა, რომელიც მოდის კლინიკის ხელმძღვანელობიდან, რომ ყოველ წელს ჩვენ გვაქვს საშუალება განვაახლოთ აპარატურა, გაგრძობადი განათლება, აპარატურა და ასე შემდეგ. ესაც ვკითხავ ბოლოს, თუ აქვს ამას რაიმე საზღვრები, ან მაგალითად მინუს რაღაცამდე, ან რაღაცა საზღვრები არსებობს, სადაც ეფექტური შეიძლება ვერ იყოს. კი ბატონო, ლაზერული კორექცია უმეტეს შემთხვევაში მუშაობს. დაახლოებით ჩვენ შეგვიძლია პაციენტს მოვხსნათ გააჩნიათ რქოვანის სისქეს და ნორმებს. შეგვიძლია პაციენტს მოვხსნათ დაახლოებით -10 სფერული კომპონენტი, +5 სფერული კომპონენტი და ასევე -5 დიოპტრია ასტიგმატიზმი. ანუ ფაქტობრივად სპექტრი და დიაპაზონი იმხელა, რომ თუმცა თუ ლაზერული კორექციის საშუალებით ვერ ხერხდება რაიმე ტიპის რეფრაქციული ანომალიის კორეგირება, როგორიც არის მაგალითად -18, -20 ასტიგმატიზმი -7 და ასე შემდეგ, ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერი ტიპის რეფრაქციული ანომალიის კორეგირება სხვადასხვა ქირურგიული ჩარევით, მინი-ინვაზიური ჩარევებით. ხდება ადგილობრივი ანესთეზიით, ყოველგვარი ზოგადი დაძინების და ასე. მე ძალიან დიდი მინდოდა რომ მეგობარი რომელიც მე ვახსენე ახლა გვიყურებს, იმიტომ რომ გვიყურებს ხოლმე და თუ არ გვიყურებს, მე ამ მოკიანად ამბეზოს მოვჭრი და პირადად გავუგზავნი რომ ეს კარგად ნახოს. ძალიან დიდი მადლობა. ჩვენს მაყურებელსაც